Ამ ვიდეო ლექციაში მე ჩამოგითვლი იმ პროფესიებს, რომლებიც ქალის ფსიქიკას და მის მსოფლმხედველობას ამახინჯებს და მას ოჯახური ურთიერთობისთვის გამოუსადეგარს ხდის. პირველი, როდესაც ქალი მუშაობს ისეთ ადგილას, სადაც ხალხის მოდინება არ წყდება და სულ სხვადასხვა ადამიანებთან უწევს კონტაქტი. თუ მხოლოდ ქალთა მოდინება, მაგალითად ქალების სილამაზის სალონი, კოსმეტოლოგია და ასე შემდეგ. ის მაგ გარემოში ყოველდღიურად ათობით ისტორიას ისმენს მოსული ქალებისგან. დაშორებაზე, ღალატზე, გულავზე, ერთს მოძალადე ქმარი ჰყავს, მეორეს აბიუზერი, მესამეს ჩმორი და ნუ ასე შემდეგ. იმედი მაქვს ხვდებით, რომ არავინ არ იწყებს იმის საუბარს, რომ ჩემი ქმარი არის უმაგრესი კაცი, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა გვაქვსო. ეგ ეგრე რომ იყოს, მაგაზე არც ისაუბრებს ქალი. ის ბედნიერი იქნება თავისთვის და არა სხვების დასანახად. შესაბამისად, მაგ საკითხზე საუბარს იწყებენ ისინი, ვისაც უნდა პერსონალური ტკივილის გაზიარება და ტალახის სროლა. მსმენელის ფსიქიკა კი კანალიზაციასავით იწოვს მთელ მაგ ნეხვს. რატომ ნეხვს და იმიტომ, რომ მაგ მოყოლილი ისტორიების ნახევარზე მეტი არის გამოგონილი და გაბუქებული ფანტაზიები. ხო და როდესაც გავა 2 წელი, ის ნაზი და სათუთი გოგონა გადაიქცევა სხვისი ტკივილებისა და ნაგვის დამტარებელ კონტეინერად. მას უკვე არაცნობიერად სჯერა, რომ ყველა მამაკაცი იტყუება, ყველა ღალატობს, მისი ქმარი კი ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ეგ არ არის ამ კონკრეტული ქალის პირადი გამოცდილება, ეგ არის იმ სხვა ქალების გამოცდილება, ან ფანტაზიები. მაგრამ ეგ ყველაფერი უკვე მასში ცხოვრობს. თავისთავად ასევე ქალებს უყვართ სხვა ქალების დამინუსებაც, მარიაჟობის გზით. მაგალითად მივიდა კლიენტი მასთან პედიკურის გასაკეთებლად და უყვება თუ როგორ ხელის გულზე ატარებს მას ქმარი. შეხედე ქმარმა iPhone 18 Pro Max მიყიდაო. მეორე დუბაიში გადაღებულ ფოტოს აჩვენებს თუ რა მაგრად აგულავა ქმარმა. მესამე მანქანას აჩვენებს, რომელიც ქმარმა დაბადების დღეზე აჩუქა. შემდეგ კი ის დაღლილ კანცული მიდის სახლში, პარალელურად კი ფიქრობს, რომ რა ცუდი ქმარი მყავს, რა უბედურად ვცხოვრობო. იქნებდა რაღაცას არასწორად ვაკეთებ, რით ვარ იმ ძუკნებზე ნაკლებიო. ასეთ ქალთან, რომელიც ყოველდღე და დღეში 9 საათის მანძილზე უწყვეტად შთანთქავს მაგ ნეხვით სავსე ისტორიებს, ძალიან გაგიჭირდება ოჯახური ურთიერთობის შენება. იმიტომ რომ ყოველთვის სხვა ქალების ფანტაზიებთან მოგიწევს კონკურენცია. ახლა კი რა ხდება თუ ქალი მუშაობს ისეთ ადგილას, სადაც მამრობით სქესთა უწყვეტი მოდინებაა. მაგალითად ბარი, რესტორანი, დრაივი, ფიტნეს კლუბი, გაყიდვების კონსულტანტი და ასე შემდეგ. რა ხდება ამ დროს, რა და აბსოლუტურად ყოველდღე მას ვიღაც ტიპი ეჩალიჩება. ვიღაცა ნომერს თხოვს, ვიღაცა ყავაზე ეპატიჟება, ვიღაცა კი უბრალოდ თვალებით ჯამს. ის ოცნებობს, რომ ერთი დღე მაინც გავიდეს ისე, რომ ვინმე არ დამეჩალიჩოსო. მაგრამ არა. დღეში 10 კაცი ეფლირტავება, 50 კი სცხვენია და შორიდან უღიმის. დანარჩენი 100 კი უყურებს მას და გეგმავს, თუ როგორ ჯობია რომ მივიდეს მასთან. მსგავს ადგილებში 2 წლიანი მუშაობის შემდეგ მას უკვე შავი ქამარი აქვს იმაში, თუ როგორ უნდა დაადოს მამაკაც ლამაზად, სწრაფად და ეფექტურად. მაგაში არის უკვე პროფესიონალი და ხვეწილია. მას უკვე აბსოლუტურად ყველანაირი კომპლიმენტი აქვს მოსმენილი და შენ ვეღარაფრით გააკვირვებ. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეგ ხომ კარგია, როდესაც ქალს მარტივად შეუძლია სხვა კაცების მოგერიებაო. მე კი გეტყვი, რომ ის შენს მასევე მარტივად მოგიგერიებს. რადგან მასეთ ადგილებში მუშაობის შედეგად უყალიბდება ქრონიკული გაუფასურების სინდრომი. შედეგად როგორც კი დასჭირდება, მომენტალურად გაუფასურებს ყველა შენს ინვესტიციას თქვენს ურთიერთობაში. იმიტომ რომ მისი თვითშეფასება არის galaktikis მასშტაბებამდე გაფართოებული და რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ამიტომ კარგი ის კი არ არის, როდესაც ქალს ეფექტურად შეუძლია მამაკაცების მოგერიება. კარგი არის, როდესაც ქალი ერიდება ისეთ გარემოს, სადაც მოუწევს მამაკაცების მოგერიება. ქალს მისი გარეგნობა და მისი სილამაზე არ აფუჭებს, მას გარემო აფუჭებს. ის გარემო, სადაც ყოველდღე მის მაგ გარეგნობას და სილამაზეს ამჩნევენ. მაგალითად რომ ავიღოთ ვინმე მოდელის გარეგნობის ქალი, რომელიც სამოდელოში მუშაობს, ანუ სადაც უშუალოდ სილამაზით ახტავთ ქალები. იქ მის გარშემოც არიან იგივენაირად მოდელის გარეგნობის ქალები და მათ ადარებს თავის თავს. შედეგად ამ მოდელის გარეგნობის ქალს განუზომლად უფრო ნაკლებად უარდება თავში მისი სილამაზე, ვიდრე სადღაც კაფეში მომუშავე საშუალო სტატისტიკური გარეგნობის მქონე რიგით ქალს. მას თვითშეფასება არა ადამიანურ ნიშნულამდე აქვს გაბერილი. ყველაზე საშიში კი აქ ის არის, რომ ეგ ცვლილება ქალში მომენტალურად ხდება. ანუ დღეს და ახლა ის შეიძლება ნორმალური, მოკრძალებული გოგონა იყოს. მაგრამ როგორც კი მიიღებს ერთ თვითონ და უმნიშვნელო გადაწყვეტილებას, როგორიცაა უფრო მკვეთრი პომადის წასმა, ან უფრო ამოჭრილი დეკოლტეს ჩაცმა, ან უფრო მოკლე კაბის ჩაცმა, მორჩა კინო. აი მაგ მომენტიდან იწყება მისი რადიკალური ცვლილება. და ისლამის სინათლის სიჩქარით იცვლება. ხოლო უკვე 1 წლის შემდეგ, როდესაც ის გესალმება, უკვე ისე გრძნობს სიტუაციას, რომ მაგ მოსალმებითაც კი რაღაც ადალჟენიას გიკეთებს.
მოკლედ გახსოვდეს, რომ თუ ქალს თვით შეფასება აქვს გაბერილი, მას უმეტეს შემთხვევაში არ აქვს მამაკაცის დაკარგვის შიში. ის ბევრად მარტივად რისკავს კონფლიქტებსაც, ღალატსაც და დაშორებასაც. იმიტომ რომ მას ყოველთვის აქვს საპასკა, თან არაერთი. მოკლედ გადავიდეთ შემდეგზე. თუ ქალის პროფესია დგას მის სილამაზეზე, აქაც თავისთავად ცუდადაა საქმე. ანუ რეკლამების სამოდელო სააგენტო, პრომო გოგონა და ასე შემდეგ. ასეთი ქალისთვის მისი გარეგნობა ხდება ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს. მისი თვით შეფასება დგას მამაკაცთა გამოხედვაზე, ყურადღებაზე და გარყვნილ ფანტაზიებზე. და ისეთ გარყვნილ ფანტაზიებზე, რომლებიც შენ აზრადაც კი არ მოგივა. მამაკაცის ერთი პატარა მშიერი გამოხედვაც კი მისთვის დოფამინის ინექციასავითაა. რა თქმა უნდა ის გეტყვის, რომ მე უბრალოდ ადამიანებთან მუშაობა და კომუნიკაცია მიყვარსო. მაგრამ თუ ჩვენ მაგ ფრაზას ქალურიდან ქართულზე ვთარგმნით გამოვა შემდეგი. მამაკაცებს რომ ვუნდივარ, სხვადასხვა პოზაში რომ წარმომიდგენენ და ჩემზე დორბლი რომ მოსდით, აი ეგ მიყვარს, მაგაზე ვგიჟდები. მაგრამ ამას რა თქმა უნდა ასე ღიად და ხმამაღლა ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ მე ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ჩემი ეს მოკრძალებული გოგონას იმიჯი არის ილუზია. ხოლო თუ მამაკაცი ასეთი ქალის სახლში დასმას მოინდომებს, მაგ მომენტიდანვე ირთვება უკუსვლის ტაიმერი. მას ეგრევე ეწყება დოფამინის ლომკა და მომენტალურად რაზგონს იღებს, რომ აქედან მოტყდეს. და კი საჩუქრები და მოგზაურობები ცოტა ხნით მას გაართობს, მაგრამ ადრე თუ გვიანის თავს ისე იგრძნობს, რომ შენ მას ახრჩობ და მის პოტენციალს ახრჩობ, რადგან ის მეც იმსახურებს. და რას აკეთებს ამ დროს? რას და გარბის მაგ დოფამინის დოზის მოსაძებნად? და ვის შეუძლია ყველაზე სწრაფად მაგ დოზის მიცემა? ანუ იმ დოზის, რომ შენ გენაცვალე უხრა მაგარი გოგო ხარო. სწორია, მხოლოდ იმ მამაკაცს შეუძლია, რომელიც არ არის ქმარი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი. ქალი, რომელიც თავისი გარეგნობის მონეტიზაციით არის დაკავებული, ეგრევე უნდა დაბრაკო. აბსოლუტურად ყველა ვარიანტში არის ოჯახური ურთიერთობისთვის გამოუსადეგარი. ასეთ ქალს არ უნდა რომ ის უყვარდეს ერთს, მას უნდა რომ ის უნდოდეს ბევრს. მამაკაცის ერთი უბრალო მზე რაც კი არის მისთვის кайფი, დოზას იღებს. და აქ ყველაზე საშიში ის კი არ არის, რომ მაგ ტოქსიკურ кайფსია შემჯდარი. არამედ ის არის, რომ მას მაგ кайფის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია. შესაბამისად ასეთი ქალი ვერასდროს შემოიფარგლება ერთი კაცით. ამ დროს შენ გეჩვენება, რომ ძალიან მაგარი, საოცნებო ქალი დაითრიე. ის მკვეთრი და ლამაზია, თავდაჯერებულია, მტაცებლის გამოხედვა აქვს. მხოლოდ სიარულითაც კი უკვე ეთყობა, რომ ჩემპიონია. სინამდვილეში კი შენ გახდი იმ ქალის ქმარი, რომლის სხეულით შენთანაა, ხოლო ემოციებით და სულიერად სხვა მამაკაცებთანაა. მისი გული შენ არ გეკუთვნის, აი იმას ასე ეკუთვნის, ვინც მას ალაიქებს და უკომენტარებს. ვინც ეფლირტავება და ნომერს თხოვს. ის სახლიდან იმისთვის გადის, რომ მამაკაცთა აი ის გამოხედვები დააგროვოს. ხოლო შენ ამ ღიად დანაშაულს ვერ ამჩნევ, უბრალოდ ბრმა ხარ. როდესაც ის გეუბნება საყვარელო საკიდლებზე მივდივარო, ეგ ნიშნავს იმას, რომ ის სანადიროდ გადის. და როდესაც მას ვიღაცა შეხედავს ვიღაცას რომ მოუნდება ის, მაგ დროს იღებს დოფამინის მიზერულ დოზას და ოდნავ მშვიდდება. შენ აძლევ მას სტაბილურობას, მას კი აპლოდისმენტები სჭირდება. ოღონდ შენგან არა. მოკლედ გადავიდეთ შემდეგზე. თუ შენი რჩეული არის მოცეკვავე, მომღერალი, მხატვარი, მსახიობი, ან ნებისმიერი სხვა პროფესია, რომელიც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული, ან თუნდაც თუ მსგავსი ჰობები ან მიდრეკილებები აქვს, ცუდადაა შენი საქმე. ასეთი ადამიანები ცხოვრობენ ემოციური საქანელებით, ისინი დრამებით იკვებებიან. სასიცოცხლოდ სჭირდებათ, რომ მათ ცხოვრებაში რაღაც დრამატული, რაღაც კატასტროფა ხდებოდეს. ხოლო თუ არ ხდება, ხელოვნურად შექმნიან. გარკვეულწილად მაზოხისტები არიან. მათთვის კონფლიქტი, ღალატი და დაშორება არის უბრალოდ საჭირო ტკივილის მისაღები ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა ცრემლებს ხურიან და ტირიან მაგ დროს, ეს რა ხდება ჩემს თავსო. მაგრამ ზუსტადაც მაგიტომ ქმნიან მასეთ გარემოს, რომ იტირონ. მათ თავში არის ალტერნატიული რეალობა, მათი ცხოვრება არის დრამატული ფილმივით, სადაც ისინი არიან მთავარ როლში. მათ არაფერში არ სჭირდებათ მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული ცხოვრება. რა თქმა უნდა გეტყვიან, რომ ეგ არ არის მასე, ჩვენ მშვიდი ცხოვრება გვინდაო. მაგრამ ერთია რას გეუბნება, ხოლო მეორეა რას აკეთებს. რას აკეთებს და ანეძებს პრობლემას, ან ქმნის პრობლემას. ასეთ ქალებთან ერთჯერ ქვეშ ცხოვრების დროს რამეზე შეთანხმება შეუძლებელია. ისინი ყოველთვის იმყოფებიან დრამების, ტანჯვების და ისტერიკების ზღვარზე. თავარია რომ მაყურებლისთვის კარგად გამოიყურებოდეს ეგ ყველაფერი და საკაიფო შედეგი ჰქონდეს მაგ სცენარს. ერთ უბრალო მოცეკვავე გოგონასაც კი სჭირდება შინაგანი ღრმა ემოციური განცდები. ნებისმიერი მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა მსგავს ქალთან ურთიერთობა და ამტკიცებს, რომ ეგეთი ქალი არის მეხანძრესავით, რომელიც თვითონ ეკმის ხანძარს, რომ შემდეგ თვითონ ეცადოს მისი ჩაქრობა.
ანუ თვითონვე ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, ქმნის რაღაც გაუგებრობას და ქმნის რაღაც უაზრობისგან, რაღაც იდიოტობისგან. და იცი რატომ ქმნის? იმიტომ რომ უბრალოდ მოსწყინდა გოგონას. და მას სულ ფეხებზე ჰკიდია რა მოხდება. სულ ფეხებზე ჰკიდია მორიგი ხანძრის ჩაქრობას მოახერხებს თუ არა. სულ ფეხებზე ჰკიდია ოჯახი დაინგრევა თუ არა. იმიტომ რომ უბრალოდ მოსწყინდა გოგონას და ერთობა. ასეთი ქალისთვის შენთან ურთიერთობის დასრულება, ან ჯემალისთან ღალატი, ერთი უბრალო რიგითი დრამაა. ის კი იტანჯება, მაგრამ ზუსტადაც იმიტომ ქნა რომ დაიტანჯოს. და კიდევ არაერთხელ იზამს იგივეს. მასთან ურთიერთობაში შენს თავზე არ უნდა გქონდეს რაიმე დიდი წარმოდგენა. შენ მის მაგ ფილმში ხარ რიგითი, მეორე ხარისხოვანი პერსონაჟი. ისინი ცხოვრებას სერიოზულად არ უყურებენ. მაგალითად მასეთ ქალს ქმარი რომ მოუკვდეს, ძალიან მარტივად გადაიტანს. უბრალოდ მის მაგ ფილმში ახალი როლია შესასრულებელი. ანუ ქვრივი ქალის როლი, რომელიც უნდა შეასრულოს. და შეასრულებს კიდევაც, თან ძალიან მაგრად და დამაჯერებლად. სულ რაღაც სიღრმეებზე საუბრობს, მაგრამ რეალურად სიღრმისეულად ვერაფერს უყურებს, გარდა დრამებისა. და შენ, როგორც პიროვნება სულ ფეხებზეც ჰკიდი ხარ. ის იმიტომ კი არ ტირის, რომ შენ მისთვის რაღაცას წარმოადგენ. იმიტომ ტირის, რომ მისი როლი მაყურებლისთვის მაქსიმალურად დამაჯერებელი იყოს. ანუ 6 წლიან ოჯახში, სადაც უკვე 2 შვილი გყავთ, როდესაც ის მორიგ ხელოვნურ ხანძარს გააჩენს და ვეღარ ჩააკრობს, ანუ რომ დაშორდებით, მაგ დროს ის იმიტომ კი არ ტირის, რომ რამეს ნანობს. ან თუნდაც ბავშვები კი არ ეწოდებიან. უბრალოდ უკვე შექმნილ გარემოზე ადაპტირდება და ახალ როლში შედის, რომ მაყურებლებმა ტაში დაუკრან დამაჯერებლობისთვის. მისი ცხოვრება არის სპექტაკლი. მამაკაცი კი არის მისთვის უბრალოდ რიგითი ინსტრუმენტი, რომ საჭირო დოზა მიიღოს. არა, ნუ ის რა თქმა უნდა გეტყვის, რომ უყვარხარ და თავიდან ძალიან კარგადაც მოგექცევა, მაგრამ ეგეც გარკვეული როლია. ეგ მისი ფილმის შესავალი სცენარია. და როდესაც ვერ ერკვევი ამ ყველაფერში, არც ის იცი სად ყოფ თავს, არც ის იცი რა გელის წინ. რომ მოხდება ეს ყველაფერი, ვერც მერე იაზრებს მამაკაცი რა ხდება მის თავს, მას სჯერა ქალის ცრემლების. ასეთ ქალთან დაშორების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში მამაკაცი თავის თავს ადანაშაულებს, ყველაფერი მე გავაფუჭეო. იმიტომ რომ ქალი უბრალოდ ძალიან კარგი მსახიობია. ასეთი ქალები ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ ცვლიან ხოლმე მამაკაცს. და პლუს მინუს ერთი და იგივე დრამატული სცენარებით. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის ბიზნესუმენი. ქალი, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს, ან უბრალოდ კარიერისტია. მისი პრიორიტეტი აბსოლუტურად ყოველთვის იქნება მისი ავტონომიურობა. რას ნიშნავს ეგ? ეგ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ურთიერთობაში ყოველთვის იქნება პარალელური ისრები და ერთი მიმართულებით იშვიათად ივლით ხოლმე. ის არასდროს იქნება შენი დამხმარე. და თუ იქნება, მას ეგ მდგომარეობა საშინლად არ მოეწონება. ავტონომიურობა კი მისთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერ მომენტში შეძლოს ქმრისგან სადღაც გაქცევა. ჩათვალე, რომ მას ბარგი ყოველთვის მზად აქვს. რო რამე ზუსტად 9 საათში სახლში ვეღარც მას იხილავ და ვეღარც ბავშვებს. ამიტომ ჭკვიანად უნდა იყო. ოღონდ ეგ ჭკვიანად ყოფნა რას მოიცავს თვითონაც არ იცის. მაგრამ მე გეტყვი. შენ მას აბსოლუტურად არაფერი არ უნდა შეუზღუდო და რა შედეგიც არ უნდა დადგეს, შენ არ გაქვს პრეტენზიის უფლება. ოღონდ არც ეს არის იმის გარანტია, რომ ის შენთან დარჩება. აი ასე გამოიყურება მასეთ ქალთან ურთიერთობის პერსპექტივა. მას ყოველთვის თავისი წესები აქვს, თავისი პრინციპები აქვს, თავისი გრაფიკი აქვს. ამიტომ ასეთი ქალთან ურთიერთობა არის მუდმივი ბრძოლა ლიდერის პოზიციისთვის. გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ მისთვის ქმარი, შენ ხარ მისი მეწილე. შესაბამისად ნებისმიერი შენი შეხედულება, აზრი თუ პრინციპები შეიძლება დადგეს ეჭქვეშ და გადაიზარდოს კონფლიქტში. ხოლო რას ნიშნავს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, შენი დაფიქრდი და მიხვდები. მოკლედ, შემდეგი არის ქალი ფსიქოლოგი, კოუჩი, ასტროლოგი, ტაროლოგი და ასე შემდეგ. აქ არის ხაზგასასმელი, რომ შეიძლება მაგ საქმით არც იყოს დაკავებული, მაგრამ TikTok-ზე ვიდეოებს უსმინა და ისე გრძნობს თავს, რომ თითქოს უკვე პროფაილერი ფსიქოლოგია. ასეთი ქალი ურთიერთობაში ჩათვალე, რომ მოსამართლის ტახტზე ზის და მაქედან გესაუბრება თუ რა არის სწორი და როგორ უნდა მოიქცე. ანუ მასთან ურთიერთობაში არსებობს მხოლოდ ერთი სწორი აზრი და ეგეც თავისთავად მისი აზრია. შენს ქცევაში ის ყოველთვის იპოვის რაღაც დეფექტებს. ხოლო თუ ისე არ მოიქცევი, როგორც მას მიაჩნია სწორად, ეგრევე რაღაც დიაგნოზს და გისვამს, როგორიცაა ნარცისი, აბიუზერი, მოძალადე, მანიპულატორი და თავისთავად დაკომპლექსებული. აბა ყოველ სამწინადადებაში ერთი სიტყვა კომპლექსი თუ არ ჩააკვეხე, რა ის ფსიქოლოგი ხარ. ასეთი ქალი სრული სერიოზულობით თვლის, რომ ფსიქოლოგიის თუნდაც დიპლომი მას აქცევს აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებლად. შენ ხომ არ გაქვს ფსიქოლოგიის დიპლომი, ხო და ჩუმად იყავი, იმიტომ რომ შენ ვერ ერკვევი იმ სიღრმეებში, რაშიც მე ვერ ყვევი. აი ასე გიყურებს.
სინამდვილეში მამაკაცი, რომელიც გამოვიდა იმ ილუზორული რეალობიდან, რასაც თანამედროვე სამყარო გვიხატავს და ოდნავ მაინც თუ ჰქონდა შეხება რეალურ ცხოვრებასთან, ეგრევე ხვდება, რომ ქალი, რომელსაც ფსიქოლოგიის კურსები აქვს გავლილი, უმეტეს შემთხვევაში არის უბრალოდ დიპლომიანი ძუკნა და მეტი არაფერი. იდეაში ეს პროფესია გულისხმობს რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის რეალური დახმარების გაწევას. მათ კი საკუთარი თავისთვის დახმარებაც კი არ შეუძლიათ. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში იმაზე უფრო უარესები ხდებიან, ვიდრე მანამდე იყვნენ. მათ საკუთარი პირადი ცხოვრების დალაგებაც კი არ შეუძლიათ, მაგრამ უკვე მზად არიან, რომ სხვებს გაუზიარონ ბედნიერი ოჯახის რეცეპტი. ანუ უმეტესობა ფსიქოლოგიას იმიტომ კი არ სწავლობს, რომ სხვებს დაეხმაროს, იმიტომ სწავლობს, რომ უბრალოდ თავდაჯერებულობა და თავისთავად ძალაუფლება მიიღოს. მიიღო ქაღალდი, სახელად დიპლომი და მორჩა, მისი სიტყვა უკვე კანონია. ახლა უკვე ნებისმიერი მამაკაცი, რომელსაც თავისი აზრი აქვს, გარტყმაში არაფრის. იმიტომ რომ დღეიდან უკვე ის ვიღაც უდიპლომო არაფრის მაქნისი ქალი აღარაა. დღეიდან უკვე ის დიპლომიანი არაფრის მაქნისი ქალია. ხო და როდესაც შენ ეცდები მასთან, რომ უბრალოდ ადამიანურად, ჯანსაღი აზრის კუთხით ესაუბრო, ის ეგრევე რაღაც ფსიქოლოგიური ტერმინებით შემოგიტევს. მისი мотиваცია პრობლემის გადაჭრა არ არის და არც არასდროს იქნება. მას უბრალოდ უნდა, რომ შენ გაუნათლებელ შტერად გამოგიყვანოს. თქვათ ეფლირტავა ვინმეს და თავისთავად არ გესიამოვნა და გაბედე და უთხარი მას შენი პრეტენზია. ის ეგრევე შემოგიბრუნებს სიტუაციას და გეტყვის, რომ ეგ შენი კომპლექსების ბრალიაო. შენ ძალიან ბევრჯერ მოისმენ სიტყვა კომპლექსს. და კომპლექსებული ხარ, კომპლექსების ბრალია, კომპლექსები მარჯვნივ, კომპლექსები მარცხნივ. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთ ქალებს ძალიან ღრმად აწუხებთ ის ფაქტი, რომ მამაკაცი მისი ბუნებით არის ძალაუფლების წყარო. შესაბამისად მის სამყაროს მოდელში, ქმარი არასდროს იქნება ავტორიტეტი. ლიდერი მამაკაცი მისთვის არის უბრალოდ სამარცხვინო მამაკაცი. ზუსტად ამიტომ თუ შენ გინდა, რომ ასეთ ქალთან იცხოვრო, უნდა გადაიქცე პარალიზებულ მონად, რომელსაც თავისი აზრი არ გააჩნია. ხოლო თუ რამე პრეტენზიის თქმა მოგინდება მისთვის, აუცილებლად ვინმე ავტორიტეტის სახელი უნდა დააყოლო ხოლმე. რომაი კარლ იუნგმა თქვა, რომ ეგ ასე და ასეაო. ხოლო ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ პატივი დაგდოს და მოგისმინოს. ხო და ახლა დაფიქრდი. მზად ხარ, რომ იცხოვრო იმ ქალთან ერთად, რომლისთვისაც ვიღაც ტიკტოკერი ფსიქოლოგის აზრიც კი ბევრად უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე შენი. შემდეგი არის ქალი სპორტსმენი. ასეთი ქალები თითქმის ყოველთვის არიან დოფამინზე შემჯდრები. იმიტომ რომ მაღალი დოფამინის კონცენტრაციის გარეშე უბრალოდ ვერ იქნები ამბიციური. და როდესაც შენი ცხოვრების აზრი მდგომარეობს მოგებებში, წაგებებში და მიღწევებში, შენი ფსიქიკა იცვლება. მაგ ცხოვრების წყობაზე და დინამიკაზე ადაპტირდება. ხოლო როცა მასეთი ცხოვრებით ცხოვრობ და უცებ ოჯახურ ურთიერთობაში რომ გამოგამწყვდიან, ეგ იგივეა, რომ კაზანტიპის შემდეგ მონასტერში წახვიდე საცხოვრებლად. ანუ ეგ არის ძალიან დიდი ემოციური კონტრასტი. შესაბამისად მას შეუქმნი გაუსაძლის ლომკას, შენს თავს კი შეუქმნი არაპროგნოზირებად ფინალს. იმედი მაქვს ხვდებით რამხელა კონტრასტია ეგ მისთვის. ჯერ კიდევ გუშინ, ის რაღაც შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას, საიდანაც რაღაცებს იგებდა. დღეს კი მისი მთავარი მიღწევა არის ბავშვის პამპერსის ნაგვის ურნაში ჩაგდება. გუშინ ის რაღაც რეკორდებზე ფიქრობდა, დღეს კი როგორ უნდა გადააჩვიოს ბავშვს ჩაფსმა. ამ ყველაფრის პარალელურად კი მისი ტვინი დოფამინის და ადრენალინის ახალ დოზას ითხოვს, რომელსაც შენ ვერანაირად ვერ მისცემ. და ზუსტად ამ მომენტში იწყება ურთიერთობაში კონფლიქტები. მოკლედ ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ სპორტსმენმა ქალმა შეძლოს ოჯახურ რუტინაზე ადაპტირება. შესაბამისად იმისთვის, რომ იმ მიჩვეულის საჭირო დოზის კომპენსირება შეძლოს, უმეტეს შემთხვევაში ღალატზე მიდის, ანუ არალეგალურ მეთოდებს ეძებს. იმიტომ რომ იმ ემოციების, იმ ნეირომედიატორების მიღება, რასაც ის არის მიჩვეული, ოჯახურ ურთიერთობაში შეუძლებელია, ანუ ლეგალურად მიღება შეუძლებელია. შემდეგი არის ქალი ჟურნალისტი, ბლოგერი და ასე შემდეგ. ასეთ ქალებს მოსწონთ ხმაურში და აურზაურში ყოფნა, ყურადღების ცენტრში ყოფნა. მაგალითად არსებობს ბევრი ქალი, რომელიც იტყვის, რომ არა, ჟურნალისტობას ვერ შევძლებ, არ არის ჩემიო. იმიტომ რომ ეგეც არის გარკვეული შინაგანი მოთხოვნილება, რომ ყურადღების ცენტრში იყო. რაც ასევე ოჯახურ ურთიერთობაში შეუძლებელია. ეს ყველაფერი, რაც ამ ლექციაში მოუყევი, უნდა დავჯდეთ და გავაანალიზოთ. იმიტომ რომ ყველაფერი ასივე პროცენტით სწორხაზოვნად არ მუშაობს. ანუ თუ ქალი ბიბლიოთეკაში მუშაობს, ესე იგი გამოდგება, ხოლო თუ ხალხთან მუშაობს, ესე იგი არ გამოდგება. აი ასე სწორხაზოვნად არ უნდა შევაფასოთ. ცხოვრება ბევრად რთულად არის მოწყობილი. მე უბრალოდ იმ რისკებზე ვისაუბრე, რომლებსაც მამაკაცთა სრული უმრავლესობა უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ აიგნორებს. შემდეგ კი თავისთავად ნანობს. რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ამ ლექციიდან? ადამიანის ფსიქიკა არის ძალიან პლასტიკური. განსაკუთრებით მისი მორალური კომპასისა და ქცევის მოდელის ცვლილებაში.
ანუ თუ ჩვენ გარყვნილ გარემოში ვიმყოფებით, 2-3 თვეში ჩვენც გავირყვნებით. თუ ჩვენ ცინიკურ ადამიანებთან კონტაქტობთ, რამდენიმე კვირაში ცინიკურები ვხდებით. მაგრამ პრობლემა ამაში არ არის. პრობლემა იმაშია, რომ ადამიანი იმაზე განუზომლად სუსტი არსებაა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სულიერად და მორალურად ყველაზე სწორი ადამიანიც კი ბორდელში რომ მოათავსო, ადრე თუ გვიან გაირყნება და გაფუჭდება. ყველაზე გარკვინილი და გაფუჭებული ქალიც კი რომ მოათავსო მონასტერში, გარკვეული დროის წლების შემდეგ, ის იმაზე ბევრად უკეთესი გახდება, ვიდრე მანამდე იყო. და ეს ასე მუშაობს. ხოლო ყველაზე დიდი და მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის გაფუჭება განუზომლად მარტივია, ვიდრე გამოსწორება. გარემო და გარშემო მყოფი ხალხი ძალიან დიდ საკვანძო გავლენას ახდენს ჩვენზე. ზუსტად ამ მიზეზით ჩვენ უკეთესები შეგვიძლია გავხდეთ მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ ჩვენს გარშემო სწორ გარემოს ვქმნით და სწორ ადამიანებს ვეკონტაქტებით. შესაბამისად, როდესაც გაიცნობ ქალს, ზუსტადაც ამიტომ უნდა მიაქციო ყურადღება ამ ყველაფერს. ხოლო თუ შენ უფრო მეტი დეტალის შემეცნება გაინტერესებს, თუ ურთიერთობის მექანიკის დეტალური შემეცნება გაინტერესებს, თუ ქალის ბიოლოგიური მექანიზმის დეტალური შემეცნება გაინტერესებს, ამ ყველაფრისთვის მაქვს ფასიანი ვიდეო კურსებიც, რომლების ბმულიც ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია. კონსულტაციაზე ჩასაწერად კი მომწერე WhatsApp-ზე.